ამ ვიდეოში გვექნება მთლიანი მეგაფიგის გახსნა. მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი Brawl Stars-ის ვიდეოთი. ძალიან საინტერესო გახსნები გველოდება დღევანდელ ვიდეოში, რადგან მთლიანი მეგაფიგის გახსნა მოგვიწევს, მე მგონი 20 სტარ დროპი იქნება, მოვიგე 4 თუ 5 მეჩი. ძალიან კარგად ვითამაშეთ ჩემმა კლანელებმა და ძალიან კარგი გამოვიდა. სხვათა შორის ადგილები იყო, იმიტომ რომ ბევრი გავაგდე და ახლობებით 10 ადამიანამდე გავაგდე, იმიტომ რომ მეგაფიგი არ ითამაშეს და ზოგადად იცით რომ კლანი და მეგობრობა და ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთს გვერდში დაუდგეთ, ვითამაშოთ და ერთმანეთს დავეხმაროთ განვითარებაში. ვიღაცის გამო შეიძლება რომ ვერ ავიღოთ შემდეგ სტარ დროპები. ეხლა რაც შეიძლება, მინდა რომ თან პატარა ჩელენჯი გავაკეთოთ, თუ დღევანდელ ვიდეოში რაიმე საინტერესოს დავაგდებ, ამოვარჩევ 3 ადამიანს, რომლებიც შემდეგ ვიდეოში მოხვდებიან და გავაპიარებ და ვიტყვი რომ გამოიწერონ მათი არხი. ამიტომ მიაქტიუროთ კომენტარებში, ძალიან გთხოვთ, ასევე გამოიწერეთ არხი, მინდა მთელი გულით გთხოვთ ეგ ყველაფერი, რადგან მალე ავიდე ჯერ 14000 გაუნწერზე და შემდეგ იქნებ 14 ივლისამდე 15000 გაუნწერზე. მოკლედ 14 ივლისს მაქვს დაბადების დღე, ვინც არ იცით და მინდა რომ დაბადების დღემდე ავიდეთ 15000 გაუნწერზე. ძალიან ცუდი გახსნები მიდის ჯერჯერობით, საიდანაც ვერაფერი ვერ დავაგდეთ, როგორც ჩანს. 5 დარჩა კიდევ, სუპერ ეირების და ეპიკების გარდა არაფერი არ დავარდა. რაც ძალიან საწყენია, მოდით ბარემ ჩავამთავრებ. მითიკი ამოვიდა და ბოლოზე მეგობრებო ლეგენდარი. ბოლო გახსნაზე აი ზუსტად 1 სტარ დროპი ახლა ზევით კი ხედავთ, 1 სტარ დროპი იყო დარჩენილი და ამოვიდა ლეგენდარი. ვითამაშოთ ესეთი რაღაცა, ვინც გამოიწევთ, ამოვა აი ამ ლეგენდარი და თქვენ არხს გამოიწერთ, თუ არა და თქვენ უნდა გამოიწეროთ. ეხლა გავხსნათ უკვე რა ამოვა და შემდეგ რაც უნდა ამოვიდეს, გავტესტოთ სკინი იქნება ჰაიპერჩარჯი, სტარ პაუერი, გაჯეტი თუ რაცა უნდა იყოს. 3, 2, 1 დავაჭიროთ მეგობრებო და ამოგვივიდა დამიანის სტარ პაუერი. მინდა რომ ეხლა დავაყენო ჩვენი დამიანი, აი ეს ბრაულერი, ერთ-ერთი ძალიან გიჟობა ბრაულერი და ერთი ხელი ვითამაშოთ უბრალოდ და ვნახოთ რა დავარდა 2 წამით, ჯერ უნდა ვიპოვოთ დამიანი. აი ჩვენი დამიანიც დაგვივარდა პირველი სტარ პაუერი და შევალ მოდი დამიანით ბრაულ ბოლზე. X2 თასებია, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოვიყენებ. ხო, არ გაგიკვირდეთ მეგობრებო, შეწყდა გზა 50000 თასისკენ აი ეგ ყველაფერი რუბრიკა, რადგან 2 სერია დავდე და მთლიანობაში ორივე სერიას არ ქონდა 100 ლაიქი სადღაც. ამიტომ მირჩევნია უფრო საინტერესო ვიდეოები დავგეგმო და გადავიღოთ. დაიდო ძალიან მაგარი ვიდეო ჩემ არხზე, სადაც დამაჩელენჯა ქიმერამ, ამიტომ ის ვისაც არ გინახიათ აუცილებლად უყურეთ. ასევე ამ ვიდეოს შემდეგან მანამდე დაიდებოდა ვიდეო, სადაც დამაჩელენჯა უბრალოდ ნუმა და ის ვიდეოც ნახეთ და მინდა ნენელა რომ თხოვო ყველა იუთუბერებს, ვინც ვიცით და ვინც არიან ცნობილები, რომ რაღაც ჩელენჯები მომცენ და მე ყველაფერი შევასრულო. იმედია რომ ყველა იუთუბერი დამეხმარება და მომწერენ, თუ არა და ეგეც არაფერი მოვიფიქრებ კიდევ სხვა რაიმე იდეებს, ნახოთ აქ რა ხდება. მომკლეს სამწუხაროდ ძალიან კარგად თამაშობენ, ქართველია მოწინააღმდეგეში, მე მგონი სამივე ქართველები არიან, არ ვიცი ბოტები არიან თუ რეალური მოთამაშეები და ლაგურამ გაგვიტანა გოლი პირველი სხვათა შორის. ამიტომ მე ხა უფრო უნდა ვიყოთ ფრთხილად, ავიღებ ბურთს, გადავაგდებ, გადახვდები მე თვითონად და რა ხდება. ჩემიანები რას აკეთებენ, მაინტერესებს, იმიტომ რომ ძალიან ცუდად ითამაშეს. მინდა ამ ვიდეოზე გთხოვოთ რომ ავიდეთ 100 ლაიქზე. ასევე ვიდეოს აღწერაში იქნება მესენჯერ ჯგუფის ლინკი. შევქმნით ჩემი მესენჯერ ჯგუფი, სადაც არიან მხოლოდ ჩემი გაუნწერები. წერთ რაღაცებს, კომუნიკაციობთ, ახალი ვიდეოების იდეებს ვთავაზობ, მეხმარებიან სხვადასხვა რაღაცებში. ამიტომ თქვენს თუ გინდათ რომ ჩემი არხის განვითარებაში შეიტანოთ წვლილი და გქონდეთ აი მაგალითად ნათქვამი რომ დესენტიმრო ვიდეო დადო, მე უკვე ვიცოდი რასაც დადებდაო, აუცილებლად უნდა შემოხვიდეთ აი ამ ჯგუფში და უნდა გქონდეთ რა თქმა უნდა ჩემი არხი გამოწერილი. მადლობა ვინც დამეხმარებთ და შემოხვალთ და ესე უმარტივესად მოვიგე ახლა ეს მეჩი. და მეგობრებო, დავიწყეთ ჩვენი ვიდეოს საბოლოო მეჩი, რომელსაც იმედია რომ მოვიგებ სოლო შოუდაუნზე, ისევ და ისევ ჩვენი დამიანით. ვნახოთ ძალიან დავალოვე მოწინააღმდეგე, აქეთ ედგარი მოდიოდა, რა ხდება, ყველა მე მირაშავს არ დაწყებულა მეჩი, მაგრამ მაინც მოვასწარეთ და დავაღწე თავი. ერთი ძალიან ცუდი რაღაც მოხდა ამ დღეებში, რაც მინდა რომ ვიდეოში ვახსენო. ჩვენმა UFC-ის მოჩხუბარმა ილია თობურიამ წააგო ჩხუბი, რომელსაც ძალიან ბალეში ყოფდი და ძალიან ცუდი და რთული ბრძოლა გამოვიდა. რა ვიცი, ბევრი ცუდი კომენტარები იწერებოდა ამ ადამიანთან დაკავშირებით და მე მგონი ქართველებს არ გვჩვევია ეგეთი რაღაცა და არც არის სწორი. ამიტომ ჩვენ რაც შეგვიძლია უნდა გავამხნევოთ, რადგან დარწმუნებული ვარ აი 100% დაბრუნდება ის უფრო ძლიერი. ერთადერთი თან ცუდი ის იყო, რომ არასდროს არ ქონია წაგება და რადგან პირველი წაგება ქონდა,
უფრო მეტად რაღაცა გულსატკენი და საწყენი იყო. ეგ იყო იმ ყველაფრის პირობა, რომ ესე ძალიან გვეწყინა რა თქმა უნდა ქართველის წაგება და ამასობაში ჩვენ წავაგეთ და აქ დასრულდება ჩვენი ვიდეო. იმედია რომ მოგეწონათ და იმედია რომ ისიამოვნეთ, ნორმალური გახსნები გამოგვივიდა, არც ისე მაგარი, მაგრამ სულ არაფერს ჯობდა. ასევე ვითამაშე და გავტესტე ჩვენი Star Power-ი. ნუ ასე თუ ისე გატესტვა მაინც იყო. მინდა მთელი გულით გთხოვოთ რომ დალაიქოთ ეს ვიდეო და ავიდეთ 100 ლაიქზე. გამოიწეროთ არხი რომ ავიდეთ ჯერ 14,000 გამომწერზე და შემდეგ 15,000 გამომწერზე. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.